ჩიტ-ბატონა. ეს მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის კარელ ფაბრიციუსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1654 წელს შექმნა. სურათზე გამოსახულია ჩიტ-ბატონა, რომელიც კედელში ჩამაგრებული ხის ორი ნახევარწრიდან ერთ-ერთზეა ჩამომჯდარი. სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიდან ნაწილში ის ქრისტეს ბუნებების სიმბოლოა. ზოგჯერ მას ნაყოფიერების სიმბოლოდაც მოიაზრებენ. ჩიტ-ბატონა გამოსახული აქვს რაფაელს, ბოსხს, უილიამ ჰოუგარტს. კარელ ფაბრიციუსის ავტორობით შექმნილი ეს ნამუშევარი ტრომპლეის შესანიშნავი მაგალითია. შეგახსენებთ, რომ ტრომპლეი ოპტიკური ილუზიაა. ეს არის მხატვრული ხერხი, რომლის მეშვეობითაც ორგანზომილებიანი ნახატ ან ორნამენტი სამგანზომილებიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს თვალწინ რეალური საგნებია და არა სურათის ბრტყელი ზედაპირი. ცნობილია, რომ კარელ ფაბრიციუსმა 1654 წელს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე რამდენიმე ნამუშევარი დახატა. ჩიტ-ბატონა მათგან ერთ-ერთია. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე 1859 წლამდე ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა. მანამ, სანამ მის კვალს ბრიუსელში მიაკვლევდნენ. 1896 წლიდან ის ჰააგაში, მაურიც ჰეისში ინახება.